ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გეგმის შემუშავების განკარგულება გასცა. ამის შესახებ ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა განაცხადა. მუბარაკის განკარგულებით შეიქმნება ასევე საკონსტიტუციო კომისიაც, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსა და საკანონმდებლო რეფორმების მომზადებაზე იმუშავებს. სულეიმანის განცხადებით პრეზიდენტმა მუბარაკმა სპეციალური კომისიის შექმნის ბრძანებაც გასცა, რომელიც ქაიროში არეულობის ფაქტებს გამოიძიებს. ხელისუფლება ხალხის დემოკრატიულ უფლებას სიტყვის თავისუფლების შესახებ აუცილებლად და დემონსტრანტების დევნას არაპირებს, აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაიწყო ეროვნული დიალოგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა. მათ შორის ისინიც, ვინც 25 იანვრიდან საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტი მიესალმება ამ ინიციატივას და აღნიშნავს, რომ მიმდინარე კრიზისიდან გამოსასვლელად ეს საუკეთესო გზაა. პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნება საკანონმდებლო კომიტეტიც, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეისწავლის. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს სპეციალური კომისიის შექმნა დაავალა, რომელიც ეროვნულ დიალოგში მონაწილე მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არეულობის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოიძიებს.